თანამედროვე დემოკრატია ემყარება პრინციპს, რომ ყველა ადამიანი არსებითად თანასწორია და რომ ყოველ ჩვენგანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების თანაბარი უფლება. სულ ერთია. მდიდრები ვართ თუ ღარიბები. მე მინდა წარმოგიდგინოთ ნიკოლო ზრურუას თავისუფლების კანონი, რომელიც 2003 წელს არის დაწერილი, მისი ესეები და ბევრი საინტერესო ანალიზი არის. მე ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება, ვინც დიპლომატიაზე სწავლობს, იურიდიულზე სწავლობს. ძალიან კარგი ანალიზია, საიდან სადამდე განვითარდა პოლიტიკა. იზრუნეთ, რომ კანონები არა ადამიანთა გარკვეულ კლასებს, არამედ თვით ადამიანებს მსახურობდნენ. ძალიან საინტერესო წიგნია. მე გირჩევთ წაიკითხოთ რურუას შესანიშნავი ესეების კრებული და ბოლოს ძალიან საინტერესო მაგალითებით სრულდება წიგნი. ერთსაც წაგიკითხავთ თუ ვიპოვე რამე საჩვენო. იურისტი, რომელსაც არ აქვს შესწავლილი ეკონომიკა, შესაძლოა საზოგადოების მტრად იქცეს. ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმები აქვს და შესანიშნავი წიგნია, აუცილებლად წასაკითხი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიპლომატიას ან იურიდიულ განათლებას იღებს. წაიკითხეთ აუცილებლად